მეოთხე შვიდაულის ორშაბათს, რათა წმინდა მამათა და ძმათაგან დარიგებასა და მხილებას მოვუფრთხილდეთ. ძმანო და მამანო, ვინაიდან საქმედ და მსახურებად მოცემული მაქვს საუბარი, არ შეიძლება დარიგების არაჩაგდება, არც ამსახურების დაზარება, არამედ საჭიროა უფრო მეტი მონდომება და ზრუნვა, რათა თქვენ ღმერთის რჩეულებს გქონდეთ გასახსენებლად, სანუგეშოდ, გამოსაღვიძებლად და სული საცხოვნებლად, რათა მე ღატაკმა მოვალეობის მოხდით უდანაშაულოდ შევინარჩუნო ჩემი უძლური სული. თუმცა ღირსეულად ამის კეთება არ შევიძლია, რადგან ჩემს სულს შეაძრწუნებს და განლევს, როცა გავიგებ საღვთოსა და მთელი ქვეყნიერების მოზღვრის, პავლეს ნათქვამს. უბრალო მცავარ მე სისხლთაგან თქვენ ყოველთა ისა, რამე თუ არა დავაყენე მითხრობად თქვენ და ყოველივე ნება იღრთისაი. ასე რომ მეუძლური თუ კი ჩემი ძალის შესაბამისად არ გაუწყებთ და გეტყვით უმჯობეს, გვერდით ჩავივლი, დუმილის სასჯელს როგორ გადაურჩე. ამიტომ აპატიეთ, რადგან ადრინდელი დარიგებებისას მხილებით გესაუბრეთ, ზოგიერთს ვამხელდი და ვადანაშაულებდი, არა რათა სარგებლის გარეშე შემეწუხებინა, ნურც მოხდება, არამედ რათა შემეშინებინა და თავად მერყევს განმემტკიცებინა. ამასთან მოშურნეობა, სიყვარული, გულმოდგინება და თქვენი ცხოვრების მოფრთხილება მე თქვენს დარიგებას მაიძულებს. ამერიდან შემოშვილებო, რომელთაც გესმით ისმიეთ და რომელნიც ხედავთ გაიგეთ წმინდა მამათა მცნებები და სიტყვები, რასაც ამბობ და რასაც ყოველდღიურად ჩვენი ყურების გასაგონად ბრძანებენ. ზოგიერთი გვითქვამს და ასე ამბობს მოციქული. ნუ ვცდებით, არცა მეძავთა, არცა კერმცახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგართა, არცა მპარავთა, არცა მემთრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა, სასופველი ღვთისაი ვერ დაიმკვიდრონ. სხვა ადგილას კი კვლავ გამცნობს და ამბობს. ყოველივე სიმწარე და რისხვაი და გულისყამაი და გმობაი მოსპენ თქვენგან ყოვლით ურთუგეთურებით და იყონით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთათვისთა, ვით არცა ღმერთმა მოგმადლა თქვენ. ხოლო ზოგიერთი მოგვიწოდებს ჩვენ და ასეხმობს. მოვედით თაყვანისცეთ და შეურდეთ მას და ვტიროდით წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩვენისა. სხვა ადგილას შევიდოდეთ ბჭეთა მისთა ახსერებითა და ეძოთა მისთა გალობითა. ამერიდან შემოშვილებო და ძმებო, ნათქვამის საშუალებით გავფრთხილდეთ და დარიგების მიერ გამტკიცდეთ. მოდით ერთად თაყვანისდეთ და შეურდეთ მას და ვიტიროთ მის წინაშე, ამ ჩვენი დავრდომილი სიცოცხლისა და ყოველდღიური ცოდვების გამო, მეცნიერებით და უმეცრებით, საქმით და სიტყვით, გონებითა და გულის სიტყვით რომ ჩავიდინეთ. მის ეზოში შევიდეთ გალობით, დიდების მეტყველებით, ლმობიერი სულით და არა სიბილწით, ბოროტებით, ურჩობითა და სილავით, რადგან თუ კი ვინმე მწუხარებს ცოდავს ამით. ამიტომ ნუ მწუხარებთ, ნურც უწესოდ ცხოვრობთ, ნურც საკუთარ ნებას და განზრახვას მიუყვებით, ნურც გვეგონება თითქოს რაიმეს წარმოვადგენთ, რადგან მიწა ვართ და ნაცარი, მტვერი, ფერფლი და მალე გასახმობი მინდვრის ყვავილები. უფრო მეტად კი ისინი, რომელთაც უგუნურად თავები გამორჩეულნი ჰგონიათ, ხორცილან და სულიერ შრომაში. მე ახლა ვხედავ, რომ ამ ქვეყნიური გარეგნობა შეცვლილია ჩვენში, რადგან სხვა არის ჩვენი სახე და სხვა ერის კაცებისა, როგორც განსხვავებული სამოსით ვართ შემოსილები, ასევე განსხვავებული ცხოვრების გამოვლენა გვმართებს. ვართ რა უქორწინებელნი, უპოვარნი, უნაწილონი, უსამშობლონი, უმემკვიდრონი და უფრო მეტად კი უხორცონი, რადგან ნათქვამია, რომელნი ხორცთა შინა არიან ღვთისა სათნოყოფად ვერ ძალუც და ჯვარცმულ სოფლისა. ასე რომ ვინაიდან ჩვენი ცხოვრება ერისკაცთა ცხოვრებისგან ამგვარად განსხვავდება, შესაბამისად ჩვენი ასეთი სიცოცხლის ნიშნების ქონაც გვევალება, რათა ღირსეულად და ნამდვილად გვერქვას ის, რაც ვართ და არა მარტო ამაო სახელი. გავხდეთ მორჩილნი, სულბუქნი, დაუზარელნი, ღვთისმოშიშნი, გონებით ტკბილნი, ფრთხილნი, არა თავხედნი, მოსიყვარულენი, უშურველნი, უჩხუბარნი, ფხიზელნი, სიმშვიდის მოყარენი, საქმის მოყარენი, დანაშაულის აღმსარებელნი, კარგად მსმენელნი, მომთმენი, ყველაფერში მადლიერნი, რაც კი მოგვეცემა. გინდ საჭმელი იყოს, გინდაც სასმელი, ან სამოსელი, ან თუ მოსახმარი ნივთი და რაც იქნება, რათა კეთილი მოქმედებით ჩვენთვის სანატრელსა და საძიებელსა სასופველში დამკვიდრდეთ, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ, რომლისაც არის დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.